გასაგებები გაგვიზიაროთ, როგორ იყო ეს ყველაფერი ადგილზე, აი მზღვა ხალხში, მართლაც და ასეთ მხარდაჭერაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ემოციური დღე იყო. არ ვიღლებით ჩვენ ცოტა დამღლელიც კი. რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმე ჩემი მხრიდან და გაგიმხელთ არა მხოლოდ ემოციას, არამედ იმ ამბავს, რა დაგვემართა დღეს რაოდენობასთან დაკავშირებით, როცა საორგანიზაციო საკითხები გვარდება ხოლმე რაღაცა ადგილამდე ამონტაჟებენ დინამიკებს, ეკრანებს და ასე შემდეგ და დღეს მოვიდა იმდენი ხალხი, რომ ვერანაირად ვერ გავთვალეთ, როგორც აღმოჩნდა, ვერ დინამიკების სად უნდა დაგვემონტაჟებინა, იმის იქით იყო ათობით ათასი, ანუ სადაც აღარ იყო არც ეკრანი, არც დინამიკი და ხმაც არ წვდებოდა, იმის იქით ათეულობით ათასი ადამიანი დარჩა, ზოგი მიბრუნდა, ზოგი მაინც იდგა და ცდილობდა მოესმინა, თუმცა აღარ ისმოდა, გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან ცუდი რაღაც დაგვემართა, იმიტომ რომ იმდენი ხალხი მოვიდაო, რომ იქ აღარ ისმისო უკეო და ვიღაცები ამიტომ ბრუნდებიან, ან ზევით ადიოდნენ ზედა ქუჩაზე და იქიდან ჩამოდიოდნენ, რომ მოესმინათ მაინც ალტერნატიული გზებით, ასე ვთქვათ. ასე რომ მე მინდა არა მხოლოდ სიხარული გამოვხატო და ემოცია გაგიზიარო და გაუზიარო ჩვენს მაყურებელს, არამედ დიდი მადლობა უთხრა ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით თბილისელებს. იმიტომ რომ აქაც ერთ რამეს გაგიმხელთ, რომ დაახლოებით 120,000 ადამიანი, ასე ვთქვათ, პარტიული აქტივი და მისი გარშემოყოფები ასე გქონდა დაორგანიზებული ჩვენ თვითონ დღეს დილიდან ამბავი ხო გქონდათ ისტერიკა ოპომედიებს რომ ვაიმე რაიონებიდან მოგყავს აბა რა ვშვებით თქო ვისაც უნდა წამოსვლა აბსოლუტურად ყველა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ ხოლმე ამ დროს და ასე გყავდა 120,000 ადამიანი დაორგანიზებული და მათი ასე ვთქვათ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა მაგრამ ამის ზემოთ იმდენი და გაცილებით მეტი ადამიანი მოვიდა რისი მოლოდინი ჩვენც კი არ გქონდა ეს იყო რაღაცა 2012 წლის ემოცია თავის მერე ბოლოს ბერად სიმღერით დამთავრებული, მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ თუ რაოდენობაზე ლაპარაკი უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანებისა და მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს იმისათვის რომ ესე მაგრად დგანან, ესე სწორად დგანან თავისი სამშობლოს გვერდით და აქ არ არის პარტიულ მხარდაჭერაზე მხოლოდ საუბარი. აქ საუბარია იმაზე თუ რამდენად სწორად აღიქვამენ შენი მოქალაქეები ამ უთანასწორო ბრძოლის არს და საკუთარი სამშობლოს მხარეზე დგომას. რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც არიან ადამიანები, რომლებიც ხვას უჭერენ მხარს, მაგრამ ეხლა ხუმრობდით თქვენს პროდიუსერებთან, რომ დადგე და იმ არხებს, რომლებიც იქით არიან და ამ აგენტურას ემსახურებენ, რომ უყურა შეიძლება გაგიჟდე და მართლა თქვენი ოპონენტები რახან ახსენეთ წეღან და ეს არხები დღესაც და ყველა წინა დღეს ისინი ამტკიცებენ რომ ეს ადამიანები არიან შეშინებულები რომ იზულების წესით ჩამოყვანილები თქვენგან და საჯარო მოხელეები ყველა მათგანი ხო ჩვენ ნახეთ დღეს რასაც მე მივწვდი და რაც ჩამიგდეს 3-4 რაღაც დადგმული თემა რაც ძალიან სამწუხაროა. იქ ვიღაცა მართლა იბნევა იქ და მოკლედ 100,000 გულწრფელი ადამიანიდან 3-4-ს ნახავენ ხოლმე, ვისაც ან დააბნევენ, ან რაღაცას ამოასწინებენ, როგორ ისტორიულად დაძდებდნენ მთელი დღის განმავლობაში ამ ხალხს. ვიღაცა გადის, აი რაღაცა ადამიანური თემების სხვა არის. ვიღაცა უკაცრავად უნდა ვთქვა. აი შეიძლება ძალიან არაეთიკური იყოს ამის და ვიღაცა საპირფარეშოში გადის, ვიღაცა წყლის დასალევად გადის. რატომ გადიხართ პრემიერ-მინისტრის საუბრის დროს? რატომ გადიხართ ბიძინეებში? არ უსმენთ, არ გაინტერესებს. რა ხდება ხალხო? სად არიან უბრალოდ რეებს დგავენ, რას კადრულობენ? აი წარმოუდგენელი ამბავია. იმდენად აი ნიუანსურ რას დაძე ფეიკებს კი არა, რა ქვია მას არ ვიცი, მარაზმი მდაბიო რაღაცებს კადრულობენ, უკაცრავად რომ მიწევს ამ თქვენს კოლეგებს ლაბა, ისეთ რაღაცებს კადრულობენ, სად მიდის იქნება ადამიანი, რატომ გადიხართ ბიძინა ივანიშვილის საუბრის დროს? ამდენი 1000 ადამიანიდან და 100,000 ვიღაცა სადღაც გავა, ვიღაცა იქვე, ვიღაცა წყალი მოწყურდება, რაღაცა მოხდება, ხო, ადამიანები ვართ და დაძდებენ ამ ხალხს. და ამ ერთეულებზე რაღაცას დაღნობით ვიღაცა შეუვარდნენ, ვიღაცამ თავი დახარა, არ უნდა ვიღაცა კამერას ემალება. კამერა ნებისმიერ შემთხვევაში ემალება ვიღაცა. ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ემოციაც არ არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ როგორი ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტერორი მოსდევს. ხან ინტერვიუზე რომ მისდევენ, ყველას ერთნაირად შეუძლია.
მე მახსოვს პირველად ადვოკატობის პერიოდში კამერიცი რომ დავდგე კი, რა ვიცი, პატარა ბიჭობაში ჩხუბის დროს არ ამკანკალებია მუხლები და მუხლები მეკანკალებ. გულწრფელად გეუბნებით რა. პირველად კამერა რა დამემართა არის, სულ პირველად კამერა არის წინ რომ დავდგე კი, ნერვიულობით ვსახსახებდი. არ დამართნია ბავშვობაში ბიჭურ ამბებში. აი გულწრფელად გეუბნებით. კამერის წინ ამას შეგუება უნდა და პირველად რომ ადამიანს კამერით მიადგები და იმან რომ დაალაგებულად უნდა ილაპარაკოს და უნდა გითხრა შვიდობით და ღირსებით და კეთილდღეობით უნდა ევროპაში არ არის ისე მარტივი ამბავი ხო დაასდევენ და ამ ალალ გულწრფელ ადამიანებს იქნებ რაღაცა წამოაცენონ და ჩაწერილი აქვს დღეს მაგდა რამდენი ასეული ინტერვიუ არის და იქიდან ამოაჩინეს რაღაცა 3 თუ 4 და არიან ეხა ამაზე ჩაციკულები მოკლედ დღევანდელმა დღემ აჩვენა ერთი რაღაცა ხალხი საქართველო დგას სიმართლის და თავისი სამშობლოს მხარეს. ამდენი გულწრფელი ანთებული ადამიანი მე მახსოვს 2012 წელს სხვათაშორის ბოლო პერიოდში რაღაც გავთამამდით ჩვენ გაგვათამამა ჩვენმა ამორჩეველმა და ქართველებმა გაგვათამამეს და საქართველოს მოქალაქეებმა ამ სიმრავლით და გულწრფელი ემოციებით 17 მაისს მახსოვს ეს რაოდენობა ადამიანების სხვა დროს ადამიანების ეს რაოდენობა არ მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო 14 დეკემბერს როცა ევროპულ წარმატებას ზეიმობდით. ძალიან ბევრი ადამიანი იყო სხვა ჩვენ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, მაგრამ თუ კი რაოდენობით გვინდა გამოვყოთ, ეს იყო 2012 წლის წინასაარჩევნო ქართული ოცნების აქცია, 17 მაისის წლევანდელი აქცია და ეს აქცია, ეს 3 შეიძლება შეედაროს რაოდენობით ერთმანეთს და ალბათ ეხა რა დღეში არიან ამას რო უყურებენ, როცა თვითონ ჭირდებათ რა, რომ აქეთ გადაიღონ, იქით გადაიღონ, მე რაღაცა გაასხივოსნონ კადრები, მე მაგარი კაცია გულწრფელად ვაღიარებ, ეს გაბერი არის ძალიან მაგარი კაცი, ეგვიპტელი კაცი, რომელმაც შეძლო ერთის ასად გამოჩენა თუ ეს ხალხი მე რომ ამუნათებდნენ ვითომ სოციალურ ქსელებში თუ გაქვთ ნანახი 7000 კვადრატულ მეტრზე 100000 კაცი დაატიეს ეს ხო არის ხა საოცრე დათვალეს თვითონაც ჩვენც 7000 კვადრატულ მეტრზე მეტეხის ხიდან დაატიეს 100000 ადამიანი და მე მომუნათებდნენ აქეთ რომ 100000 მოწამის ხიდზე არ ეტევა 100000 კაცი ხო არაზმელებთან 100000 კაცი ერთად რომ ყოლოდა ჩვენ შევჭამდით ამ ხალხს და აღარ ვიფიქრებდით მე სასწაული საინტერესოა სასწაულია საოცრება ისეთ რაღაცებს და კადრებით რომ ამიმჟევოთ არსებობს ციფრები და არსებობს რეიტინგები გორბის კვლევაც მათ შორის სადაც 60.2% 0.2%-ია ქართულ ოცნებას და 4-ჯერ მეტი ვიდრე მის მთავარ ოპონენტს ნაციონალურ მოძრაობას. რას ელოდებით 2 დღეში სუსტად იქნება საქართველოს მოსახლეობის არჩევანი? იცით რა არის? მე არ მინდა ჩვენი მოსახლეობა ამ კადრებმა ან ზედმეტად აღავრთოვანოს, უბრალოდ ამ რეიტინგებმა ან კადრებმაც თუნდაც შემთხვევით არ მithქოს კოსმობიაში ეს ამ კადრებმა რაც ნახეს ამდენი ადამიანი ან ამ რეიტინგმა ან ზედმეტად დაამშვიდოს, ან ზედმეტად აღავრთოვანოს, ამას თავისი გამოწვევა ახლავს, თავისი მინუსიც ახლავს. არ უნდა იფიქროს არც ერთმა ადამიანმა, რომ აგერ მაინც გამარჯვებულია, მაინც იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმიტომ რომ ყველა კვლევა ერთ ამბავს მოუყვები ახლა საზოგადოებას, შეიძლება თქვენც კი ასე დეტალურად არ იცოდეთ. ყველა კვლევა გვეუბნება, რომ 100%-იანი мотивაციით არც ერთ პარტიის ამორჩეული არ არსებობს. სამწუხაროდ ცოტა მეტადაც მოტივირებული კი არის ნაცმოძრაობის ამორჩეველი. ანუ თავარი კონკურენტი მაინც გინდა არ გინდა არის ნაცმოძრაობა 1 და 2. სააკაშვილის და გვარამიას პარტიები. ნახეთ რომ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ყველა სხვა დანარჩენზე. გვარამიას პარტიასაც კი როგორც ზიარჭურჭელშია, ჩვენმა მაყურებელმა რო იცოდეს, ზუსტად ასე გაიყვეს სააკაშვილმა და გვარამიამ ის მხარდამჭერები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ტრადიციულად უჭერდნენ მხარს. რაღაცა არსებობს კონკრეტული სეგმენტი უჭერენ და არის და არის. ხან აქვთ ამათ, ვთქვათ, აღარ მახსოვს რეიტინგები 14 ხა გამოვიდა 25 ნაცმოძრაობა 4 და 5 და ის 25% სულ აქვს ეს სამწუხაროდ ეს 25%. ერთს აქვს 10, მეორეს აქვს 15, ერთს აქვს 17, მეორეს აქვს 8 და ასე მიყვებიან. დანარჩენები წაიღო უკვე შეჭამა სხვა ამორჩეული ნაცმოძრაობის ამორჩეული. თავარი კონკურენტი, თავარი უბედურება, ისევ ნაცმოძრაობა. აი ხა აქ რა ხდება? დაახლოებით აღარ მახსოვს ბოლოს რეიტინგებში ნაცებს და გვარამიას ჰქონდა 82 თუ 84%-იანი мотивация, ასე ვთქვათ, დაახლოებით 80% იყო ჩვენების მოტივირება. мотивация 80%-ია რას ნიშნავს, იცით? ჩვენ რო ყავს დავუშვათ პირობითად ვთქვათ მილიონი, გაცილებით მეტია, მაგრამ მსხვილი ციფრები, მილიონი ამორჩეული. თუ ეს ადამიანები
რომლებსაც შედარებით ნაკლები მოტივაცია აქვს, კაცო, მაინც კი ქართულ ოცნებას უჭერ მხარს, მაგრამ ქართული ოცნება მაინც გაიმარჯვებს. ასეთი არის 20% დაახლოებით. ეს 20% ჩვენი ამორჩენს რო არ მოვიდეს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა კატასტროფა შეიძლება მივიღოთ. დღესაც თქვი სპეციალურად იმ აქციაზე შეიძლება მივიღოთ აბსოლუტური კატასტროფა. ჩვენი მხრიდან არჩევნებში, საარჩევნო პროცესებში ჩართულია დაახლოებით საერთო ჯამში რაღაცა ფორმით ზედმეტ ნაკლებად 100,000-მდე ადამიანი. შტაბურად, შტაბები, აგიტატორი, აქტივისტი, ახალგაზრდული ორგანიზაცია, მეგობარი, ნათესავი, რა ვიცი, რო შევკრიბავთ ხოლმე საბოლოო ჯამში აქტიურად ვინც იყო ჩვენი მხრიდან ჩართული, ეს ადამიანები შეადგენენ 100,000 ადამიანს. თითომ, გიორგი, თითო ადამიანს უთხრას, უი სიცხე აქვს, იყოს დარჩეს სასახში, არ არის პრობლემა, ერთი ადამიანი შენ აგერ კაცო, შენი ოჯახის წევრები და ჩვენი მომხრეები აგერ 10 კაცი იყავით, ეხლა დაგინახეთ უბანზე, დიდი მადლობა, რა მაგარია, უღრმესი მადლობა, რომ ასე უჭერთ ჩვენ პარტიას ხარს. მაგრამ ის ერთი იყოს სახში არ არის პრობლემა. აი ამან 100,000 კაცი შეიძლება დატოვოს სახში, 100,000 ადამიანი. ეს ნიშნავს 5%-ს. სამი პარტიის გარდა დღეს ამდენი მხარდამჭერი არ ყავს საერთოდ, სხვა დანარჩენს. ანუ ქართული ოცნების ნაცმოძრაობის და მეორე ნაცმოძრაობის გარდა 100,000 ამომრჩეველს ნატრობს ყველა სხვა პარტია და არ ყავს. ჩვენ შეიძლება სახში დავქჩეს ამდენი. ანუ და თუ ამაზე მეტი კიდე რაღაცა უმოტივაციების გამო სახში დარჩება, ეს კატასტროფა იქნება პირდაპირ გადაჭარბების გარეშე. მაგრამ ჩვენ თუ მოვახერხეთ იმ რეიტინგის რეალიზაცია. რეალიზაციაში გულისხმობ. ყველა ამომრჩევლის მიყვანა, მისვლა უბანზე, რომელიც ქართულ ოცნებას უჭერს ხარს, ჩვენ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც არის ორნაირი და სხვათა შორის აღმოვაჩინე წინა დღეებში, რომ ორი რაღაცა არ იცის ბევრმა ჯერ კიდევ. ორნაირი საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ და იმის შესახებ, რომ უკაცრავად ყველასთან ვინც ჯერ კიდევ არ იცის, მაგრამ ნამდვილად არ არის შეურაცხყოფილი რაღაცა არ იცოდე, მეორე ტური რომ არ აქვს პროპორციულ არჩევნებს. ერთმა ისეთმა კაცმა მითხრა, ჩემს ოთახში პარტიაში რომ მეორე ტური როდის არის, გული გამისწრა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აქტივისტია ჩვენი, ასე თქვა, მე რას მეუბნები მეთქი, გავგიჟდი. მეორე ტური პროპორციულ არჩევნებს არ აქვს. ჩვენებს ხო აქვს ეს ქართული ხასიათია, თან ქართული ოცნების კი არა, ქართველების ხასიათია, რომ მეორე ტურში შეხედა, ესე არ მოხდა? მეორე ტურში აინთო ოღონ ნაცმოძრაობის არ ყოფილიყო და მაინც ნაცმოძრაობის აღმოგვაჩნდა ბოლოს. ასე მოხდა, მაგრამ კარგი რაც იყო, ხო? მოუბოდი შედამორჩეველს ამისთვის, მაგრამ მეორე ტურში ჩამოანგრიეს ჩვენებმა ყველაფერი. რა ვიცი, იყო მთელი აჟიტირება, იმას როგორ, რას ქერა, უნდა გადავამტრიოთ. ეს მეორე ტურიც ახლა, მესამე ტურიც ყველაფერი ახლა. ერთი ტური აქვს პროპორციულ არჩევნებს მეგობრებო. უნდა მობრძანდეთ ყველანი ამ ერთ ტურში. მეორე ტური აღარ იქნება. რასაც ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ მეორე ტურში, უნდა ვქნათ ახლა 2 დღეში 26 ოქტომბერს ქუძზე კაცი, ამიტომ მეორე ტური არ არსებობს, სპეციალურად მეორე. და რაც შეეხება ორგვარ საკონსტიტუციო უმრავლესობას. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის 113 მანდატი პარლამენტში. 113 მანდატი ნიშნავს აი რომ დავითვალოთ, მარტივად აგიხსნით ყველას, ჩვენ რომ მიიღოს ბარიერ გადალახულმა პარტიებმა მიიღო თქვათ სულ 20%. მეტმა არ მითხრა თქვათ რაც არის ახლა რეალური, ორი პარტია სამწუხაროდ ორივე ნაცმოძრაობის ლახავს დარწმუნებით შეგვიძლია თქვათ საარჩევნო ბარიერს, ეს არის ნაცმოძრაობა და მეორე ნაცმოძრაობა გვარამეს. თქვათ პირობითად მათ ვერ აიღეს ორივე ერთად 20%-ზე მეტი. ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა 60% ვიღებთ. მაგრამ 20%-ზე მეტი თუ აიღეს, 60%-ითაც კი, ანუ 3-ჯერ მეტი უნდა გქონდეს. ვერ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ეხლა გადავიდეთ მეორენაირ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, რომელსაც ორი პარლამენტი ჭირდება. ესე იგი, 100 მეტი მანდატით, 100-იან მეტი მანდატით შეუძლია პარლამენტს მიიღოს ცვლილება, თუმცა დაჭირდება შემდეგ თუმცა ამავე რაოდენობის მხარდაჭერით და მანდატებით შემდეგმა პარლამენტმა უნდა დაადასტუროს წინა პარლამენტის გადაწყვეტილება და კონსტიტუცია ძალაშია შესული 4 წლის შემდეგ. კი ბატონო. ანუ ჩვენ შეგვიძლია თქვა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 მანდატიანი ვერ მოვიპოვოთ და მოვიპოვეთ დაუშვათ 107, 108, 105 რაღაც რაოდენობა მანდატებისა. ესეც არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოღონდ ამას ჭირდება იგივე რაოდენობით მხარდაჭერა 100 მეტი მანდატით მხარდაჭერა მომდევნო პარლამენტში. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეხლა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მივიღეთ, ხო? აი ამ მაგალითზე განვიხილოთ.
თუ ჩვენ 113 მანდატი ვერ მოიპოვეთ, კონსტიტუციური დათქმა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და შევიტანოთ ცვლილება კონსტიტუციაში ჩავწეროთ ეს კანონი გავამყაროთ და ავიტანოთ მაღალ დონეზე და შემდეგ პარლამენტშიც თუ ამას ხარს დაუჭერს 100-ზე მეტი დეპუტატი, ეს ქართული ოცნება იქნება თუ სხვასთან ერთად იმედია კი ვიღაც ჯანსაღიზალა გარდა აგენტურისა წამოვა და დაუჭერს 100-ზე მეტი დეპუტატი ხარს იგივე ცვლილებას ის ძალაში იქნება შესული. ნიშნავს რომ თქვენ თავარი დაპირებების შესრულების შანსი მაინც არის სამშობლოებრივი უმრავლესობა. პროგრამა მინიმუმი. ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვსწრეთ. ეს არის 100-ზე გაცილებით მეტი მანდატი, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩვეულებრივი საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ და სხვათა შორის ერთ კარგ ამბავს მოგიყვებით თუ გნებავთ ხშირად ყვები ხოლმე ამას პლურალურ ვოტუმს ვეძახით ამ 100 მანდატიან ამბავს რასაც გიყვებით და 2017-ში როცა კონსტიტუციას ცვლილით ირაკლი კობახიძემ ერთი 20 წუთის განმავლობაში ამაზე ილაპარაკა და არჩილ თალაკვაძე წამოდგა და გურულებს ეუბნება ხალხო ჩემო გურულებო ჩემო უზურგეთელებო თუ ჩოხატაურში ხარ ჩემო ჩოხატაურებო აქო საუბარი არის მხოლოდ პლურალურ ვოტუმზეო და ვიღაცა კაცი იზაზინა აიბიჭო დაგეთხოვს მასეო რას გაგვაწამე აი ხალხი უთხრა და ხო ეს ამაზე ხუმრობთ ხოლმე ხშირად ამ 100 მანდატიან პლურალურ ვოტუმზე რომ საუბრობთ ხოლმე და მოკლედ ხონობიდან სერიოზულ თემაზე დავბრუნდეთ ისევ ერთი დავიმეორე და დავამთავრებ. კატასტროფა იქნება თუ იმ მოტივით რომ მაინც მაგრად იგებს ქართული ოცნება და მოდი მე არ წავალ. ასე ერთი ადამიანის გადაწყვეტილება მე შეიძლება რაღაც დიდი გავრცობა თქვა მე არ წავალ და 100 და 200,000 ადამიანის სახში დარჩეს, აქ შეიძლება კატასტროფა მივიღოთ პირიქით საერთოდ. ამ შემთხვევაში ხო 200,000 ადამიანი დარჩა შეიძლება საერთოდ 50% ვერ გადასცე, ხო? წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება დაგვიმართოს და დაგვიმართოს ლომი უბედურება და რაც ახლა ამ აგენტურამ შეიძლება მოგვიტანოს ის. მაგრამ თუ ჩვენ სრულად უზრუნველყოფთ ყველა ამორჩევლის მისვლა საარჩევნო უბანზე ქართული ოცნებას ვინც ხარს უჭერს, ჩვენ ხელში შეიძლება დავიჭიროთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და შევძლოთ შეუძლებელი. და მოდით მეგობრებო, შევძლოთ შეუძლებელი. მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის რომ ქვეყნის გაერთიანებისთვის კონსტიტუცია გამამზადოთ, რომ LGBT პროპაგანდა აგზავნოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მყარები ჩვენს გადაწყვეტილებებში და ის რაც ჩვენ დავაანონსეთ კონსტიტუციური ცვლილებები, ეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება, რომ ავკრძალოთ ერთხელ და სამუდამოდ ეს ნაცმოძრაობა, რომელიც ხო ხედავთ, რაღაცა წვალობდნენ ეს ვიღაცეები, გახარიები, ლელოები ისინი და იწვალეს ბოლოს მაინც მოვედით რეიტინგებით იქამდე, მაინც ნაცმოძრაობაა დომინანტი. მაინც ესენია მთავარი უბედურებები და ამათი წვალება დარჩა იქით საერთოდ. არის თუ არა იმის გარანტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ 27 ოქტომბერს ოპოზიციის გეგმა ჩავარდება. ახლა მათ მოტივაციაზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო. ნახეთ. ჩვენ თუ 80 მანდატით გავედით, ეს წარმოუდგენელია და არ მოხდება. გააყალბეს ეს 4 მანდატი ზედმეტი მხოლოდ იმიტომ მიიღეს რომ გააყალბეს და არაფერს არ აკეთებენ გიორგი საერთოდ ველზე არ გასულა ჩვენ შტაბნიკებს რო ეძახით ხოლმე ჩვენ თავს ესე ძველი გამოთქმი და გადმოყოლი ნაცმოძრაობაში შტაბნიკებს ეძახიან რელოშიც იმასე შტაბნიკური თემაა გამოთქმა დარჩა რა წლებია აი ამ შტაბნიკურ ამბავში ისინიც ამბობენ რომ აზრი არ აქვს ველზე გასვლას იმიტომ რომ ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს. ეს ინფორმაციები ხო გვაქვს. მათი სიტყვები შტაბნიკურ მუშაობას აზრი არ აქვს. ეხლა რაც გულისხმობა ამაში. ისინი საარჩევნო ველზე საერთოდ არ დაფიქსირებულან გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კამერა მიყვებოდა ვიღაცას უკან. სატელევიზიო კამპანია მიმდინარეობდა. სატელევიზიო კამპანია მიმდინარეობდა აბსოლუტურად. და ამ მომრჩეველთან რომ თემატური კარდაკარს ეძახიან, ამორჩეველთან რაღაც შეხვედრები სეგმენტური სოფელში, ქალაქში, რეგიონში, სადღაც ჩასვლა, გაშლა, ეს წაბური თემებით იმუშავად, მსგავსი არ ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ არც ერთ პარტიას დელეგატი არ დაუსახელებია. ამისი კანონის მიერ შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლოს მაჟორიტარს, მაგრამ დელეგატს აქვს თავისი წონა, თავისი სიტყვა, თავისი საარჩევნო მათ შორის, არა მხოლოდ მერე, ის ამორჩევლის ინტერესია. ამორჩევლის ინტერესი არჩევნების შემდეგ რომ თავისი წარმომადგენელი ყავდეს პარლამენტში. ქართული ოცნების შემთხვევაში ყველას გარანტირებულად ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, ვისაც მიაკითხავს, მაგალითად ფოჩში მიაკითხავს გიორგი ხახუბიას, რომ პარლამენტში ეს ჭირდება რაღაც ადგილობრივ დონეზე ამაში ჭირდება დახმარება, ეს მიიტანეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რა ვიცი, იმაში ბათუმში ეყოლებათ აჩიკო ბერიძე, დათო კოდუა ზუგდიდში ცონღულაშვილი და ქადაგიშვილი კახეთში და აღარ გავაგზავნებ. ასე შემდეგ. ხინჩეგაშვილი გორში.
ეს ხალხი ერთს არ დაუსახელებია. ერთ რომ თქვენი წარმოადგენელი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში იქნება ეს რომ ეთქვათ. ერთს არ უთქვათ. უბრალოდ არ აინტერესებდათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები. საარჩევნო შედეგები აინტერესებს იმდენად რამდენადაც რაღაცას მიუახლოვთ ელემენტარული დადონ იმისათვის რომ მერე ილაპარაკონ გაყალბებას რომ რა გაგიყალბეს რო არ უთხრა საერთოდ საბაბი რა იქნება ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ გადავიდეთ ახლა იმ ნაღმებზე რაც საჩივრების სახით არის ჩადებული და შემდეგი გარკვეული როგორი ბევრი რაღაცას აქვს ისეთი გოიმური ნაღმები აქვს ჩადებული პირდაპირ გეუბნებით რატო ჯოი რატოა გოიმური ნაღმები დაიწყეს თვითონ ჩემ მართლა გავვოცდი მაგან ხო არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს მაგრამ 2 დღის წინ და ესეთი ინფორმაცია გამოვიდა, რომ დაარბიან და ვიღაცებს ნაცების დროს რო აკეთებდნენ. დღეს როგორ შეიძლება მის გაკეთება? მართლა რომ უმორალო საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, პრაქტიკულ და პრაგმატული თვალსაზრისით არ შეიძლება იმის ყიდვას ეძახდნენ. ნაცების მოგონილებავი, ხო, სუფთად. პირადობის ყიდვას. ანუ რა საკეთებია? პირდაპირ გადანაშაულებენ ადამიანებს აცმენ პირადობის ორ რაღაცაშვებია. თურმე ერთი უბრალოდ ჩვენ ვფიქრობდით რომ გადანაშაულებდნენ იმიტომ რომ მე ელაპარაკოთ რომ ამით გააყალბეს და თურმე თვითონ შვებიან და გაღმაგედავებიან თან. ანუ თვითონ შვება და შენ გაბრალებს. ანუ რა ხდება ეხა? მიდის ვიღაც ამორჩეველთან. ეხა დაფარო იმათვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანი და ის იმუშავებს 300-400 კაცზე და რაღაცნაირად კონფიდენციალობას შეიძლება რომ დაიცვა და 300-400 ხმით სადღაც რაღაცა გამიყალბეს რაღაცას მაიმუნობენ რაღაც ილუზიებში არიან. აქ კიდე შეიძლება რაღაც უმორალობის შემთხვევაში რაღაცასთან დააკავშირო და ეს რაღაცები იყიდო. ქართული ოცნებისთვის 60%-იან რეიტინგით. სად მიდი უმორალობის შემთხვევაში ვლაპარაკობ, მართლა რო იკადრო. სად მიდიხარ, რამდენი 10,000 ხმა გჭირდება, რომ რაღაცა კიდე შეცვალო. რაში გჭირდება გარდა იმისა, რომ ზიანს აყენებ. ამიტომ ხომ დღეს Facebook სტატუსს მოვუწოდე ყველას, არ გაერიოთ ხალხო. ვიღაცამ არ საარჩევნოდ რაღაცა აგიტატორის ხელფასი როა გასაცემი, რაღაცას რო ხარჯავს იქ, რაღაცა ადგილობრივი ბილბორდზე რო იქცეს, ეს ფული რაღაცის არ გადადის, ვიღაცამ გული გვისკდებოდა მაგაზე, მართლა ვიღაც არ შეიყვანონ ამ საარჩევნო ცდუნებით რაღაც შეცდომაში. იმდენს ლაპარაკობენ, მართლა ვიღაცა ჩვენიანმა არ იფიქროს, რომ მოდი ეხა ვიღაცას პასპორტი გამო. ეს არ გააკეთე სტატუსების წერე, განცხადებას ვაკეთებ, ახლაც იგივეს მოუწოდ. ვინმე მეს არ იფიქროთ ჩვენ აქტივს მიმართავთ. პირველ რიგში არანაირ არ გაეკაროთ, არანაირ პირადობის მოწმობა ხელში რომ მოგაწოდონ, იმას არ მოგიდოთ ხელი. ისე უბრალოდ რომ მოგაწოდოს ვიღაცამ არ გადაიღონ, ეს უნდათ მაგათ. არ იფიქროთ ვიღაცამ პირდაპირ გეუბნებით ჩვენ აქტივს მიმართავთ, რომ ხელიდან ხელში რა თუ რაღაცა საარჩევნო მოსყიდვაზეა ლაპარაკი. ხელიდან ხელში არ გამოვარდოთ, უბრალოდ დახედე ჩემს პირადობას და ვიღაცამ პროვოკაციაზე მოდის ჩათვალეს. თურმე თვითონ რაღაცა შვებიან და იმ დღეს ჟურნალისტებსაც ვეუბნებოდი კითხვის საპასუხოდ. აღარ მახსოვს რუსთავერმა დამისვა მე მგონი შეკითხვა. 10,000-ობით ნაცს უნდა ენდო რომ ის არ ჩაგიწერს, არ მოყვება, რაღაცა ფაქტს არ დადებს ამის შესახებ. ვიღაცას დაუწერია, ესენი ნახეო, ჩვენ ყვებიანო, ჩვენები რომ მოსყიდავს, ნაცი რომ მოყვება რაღაცას, ის დააყენებს, ახლა შეიძლება 10,000 კაცს ათქვევინოს, მართლა რომ ვიღაცას ჩემ მოსყიდვას ცდილობდა და მე ისეთი ვაჟკაცი ვარ, რომ ვერ მომისყიდეს. რას მოყვება კი არა, მტკიცებულობას ვერ დადებენ. მსგავსი დავალება კი არა, სურვილი არ გამოუთქვას არავის ჩვენთან და შესაბამისად ეხლა რა თემებზე ლაპარაკობენ, თვითონ რასაც მაიმუნობენ ასობით ადამიანში, იმას გვაბრალებენ ჩვენ 10,000-ობით ადამიანს. ეს მოყოლილი ხომ იწერება ანგარიშებში. კი იწერება, მაგრამ უცხოელები ამას ისე. ეხლა მოვიყვან მაშინ მე 10,000-ობით ადამიანს, რომელიც იტყვის, ესე უბრალოდ იტყვის, რომ კი ნაცი მთავაზობდა რაღაც, იმას მტკიცებულება ჭირდება. ეს რთულია 10 და 20 ადამიანს და 100 და 200 რო დაელაპარაკებენ 10,000-ობით ადამიანში ეგ როგორ უნდა დაავალო მაგრამ ეს 20,000 ბოდიში გიორგი 20,000 დაახლოებით აი ყველაზე მაქსიმუმ მომსვლელების რაოდენობა 2 მილიონზეც რო ავიდეს 2 მილიონზე წარმოიდგინეთ 1% არის 20,000 ანუ 1%-ის გულისთვის 1%-ისთვის უნდა ენდო 20,000 ნაცრო პირადობა გამოვარდა ფული გადაუხადონ სიგიჟია სრული წარმოუდგენლობა. შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს უბრალოდ პიარულად რაღაც 20,000 კაცს ენდობი შენ ნაცმოძრაობის წარმომადგენელს 20,000 კაცს. რომ ისინი ამას არ გადაიღებენ, არ ჩაწერენ, ან საუბარს ან იმას და ეხლა შეიძლება დადგნენ თვითონ ჩაწერონ რაღაცა და ისქნან, მაგრამ
გამორიცხული იქ ხო სიმართლე არ იმალება ჩაწერილი და ფეიკიც ხო ბოლოს ჟღალდება. მაგრამ ანგარიშებში მაგდამ სწორად აღნიშნა ხდება ეს საკითხები პლუს ვრცელდება განცხადებები მათ შორის ნახეთ ალბათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის 13 მინისტრის განცხადება. ეგ სერიოზული სკანდალი შეიძლება აღმოჩნდეს იცით თქვენ? რატომ შეიძლება იყოს? რატომ და დღეს ვეძებდით თელ დღეს ოთაშორის ვიდრე ჩვენ აქციაზე საორგანიზაციო საკითხებით ვიყავით მე პირადად ძალიან დაკავებული მაგრამ ერთი უცნაური ამბავი არ ვიცი ზუსტად მაგრამ წინასწარ გეტყვით რაც ამ ეტაპზე ვიცი არსად არ იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის განცხადება არსად არ იძებნება რომელიღაცა სააგენტოა ვარკვევთ ეხა პირველი სად დაიდო რომელიღაცა სააგენტოა რაც ჩვენ ვიცით პირველ წყარო ამ განცხადების და ვინ მიაწოდა რა განცხადება მე რა მოხდა არ ევროკავშირის საიტზე არ არის არც ერთი საელჩოებს ორ საელჩოს თუ არ ვთქვი საფრანგეთის და გერმანიის საელჩოებს საქართველოში იქაურს არც საგარეოს არავის არც რომელიმე დეპარტამენტი არა აქვს მსგავსი განო IPN-ის ლინკი უდევს ორ საელჩოს ამ 13-დან მე რაც ვიცი რაც მოვიძიე დღეს არანაირი წყარო ამის არ არსებობს. რა ხდება? არ ვიცი, მოდი გავარკვევთ ერთად, მაგრამ ეს არის მოკლედ რო შატო მოხდა ეს უცნაურობა. 2-3 დღეა დარჩენილი ამას ვინ მოასწრებს მაგის გამოძებას და მოდი ეს განცხადება მაშინ ის განცხადებები განვიხილოთ რომელიც საჯაროდ გაკეთდა რომლის ავტორებიც არის მათ შორის ბორელი რომლებიც აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას ევროკავშირის ელჩი პირდაპირ აკრიტიკებენ კი არა თავდასხმა იყო ბოლოს ღიად აკრიტიკებს ოცნებას მათ შორის პლაკატების თემიდან დაწყებული ბევრი სხვა საკითხით დამთავრებული მე რისი კითხვა მინდა 27 ოქტომბრის შემდეგ ეს ურთიერთობები როგორ უნდა დაალაგდეს ნახეთ რა დაალაგებს ორი ფაქტორია მთავარი რის გამოც ეს ურთიერთობები დაალაგდება. ორი ფაქტორია. დღეს ხო არ მომბობთ, ალ ყველაფერი კარგად არის. თავს ვერ მოვიტყუებთ, ვერც ამომრჩევას და ვერც ჩვენს საზოგადოებას ვერ მოვატყუებთ. ქართული საზოგადოება ამ გამოცდილების ფონზე კიდევ უფრო ბრძენი გახდა. იმიტომ რომ იმხელა გამოცდილება მიიღო ამ წლების განმავლობაში, რომ დღეს სიმართლის გატანა გაცილებით ადვილი გახდა საბედნიეროდ, ვიდრე 5-6 წლის წინ ჩვენ ეს სიმართლე როგორ ელაპარაკა, შეიძლება თავზე ჩამოგხობოდა ქვეყანა. და ეხლა ყოფილიყავით ღმერთმა დაგვიფაროს და გაძლება მიცეს და მშვიდობა უკრაინაზე უარეს მდგომარეობაში. ის დიდი ქვეყანა მაინც არის, კიდე რაღაცას იმას თუ გაძლება ქვია, შედარებითია ყველაფერი ამ ქვეყანაზე და რაღაცას უძლებს ხო შეიძლება თქვა, ვაი იმ გაძლებას, მაგრამ ჩვენ რა დღეში აღმოჩნდებოდით და ბატონმა ბიძინამ 2 დღის წინადელ ინტერვიუში რაღაცები ბოლომდე კიდე არ თქმულა, მაგრამ რაღაცები თავის პარტიზანულ მიმართულებას და რაღაცები თქვა და საზოგადოებამ კარგად გაიკვეს ყველაფერი. მოკლედ და მაინც ვცდილობთ რომ ჩვენ წითელ ხაზებს არც კი მივუახლოვდეთ. ღმერთმა არ დაგვაჭიროს წითელ ხაზებთან გადაკვეთაზე არ ვლაპარაკობ. მიახლოებ. მაგრამ მეორე მხრივ აქ არის როგორი საკითხები, იცით? არ მინდა თქვენს კითხვას გავწდე. ურთიერთობის დაალაგებას, ხო, ორ საკითხზე სხვა საკითხზე დავიწყე ფიქრი და მინდა დავბრუნებოდი არ წასულიყავი შორს. მოკლედ, ორი რაღაცა დაალაგებს. ერთი ის რომ როცა მყარად გაიმარჯვებ, ამიტომ გვინდა მყარი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობა. წეღანდელი კითხვის პასუხიც არის. როცა მყარად გაიმარჯვებ, უკვე პოსტფაქტუმ შემდეგ, ამის შემდეგ შენ გელაპარაკებიან, შენ გაღიარებენ და შენ ხარ აქტორი. და შენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი ხდები უფრო ანგარიშგასაწევი ამ ყველაფრის ფონზე. მე ვფიქრობ რომ თუ მთელი ეს რაღაცა კამპანია ვაწარმოეთ ამ ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი მაინც ამ ხალხს უდგას გვერდით რამდენად მართლები არიან რამდენად სწორად გაანალიზეს მათ როგორია 100,000-ობით შემთხვევა რომ გაქვს ხდება ადამიანები მართლა ცოდოები არიან ვიღაცებს ეუბნებიან რომ გარედან შიგნიდან რუსული ესე ზომბებივით იმეორებენ რუსული ცოდო ადამიანი წარმოიდგინეთ რომ ეუბნება აგერ გარედან ამ ხელა თანამდებობის პირები ბიუროკრატები ამ ხელ ეუბნებიან რომ ეს ხელისუფლება ის არ კი ხედავს რომ კი დემოკრატები არიან დემოკრატიულად უძღვებიან ქვეყანას ნახევარი სოფლიო ელაპარაკება რომ რაღაცა ცოტა სხვანაირად არის როგორი ახლა მე ერთი მოქალაქე ზივარ სახში უყურებ ამათ აგერ ევროკავშირის ელჩი გამოდის და რაღაცა ის ამაზრზენია თუ რა სიტყვა გამოიყენა და მე ბიჭო ის კაცი კი იბნება და ის ქალი კი იბნება ვინც ამას უსმენს რომ როგორ ამაზრზენი ის არის სააკაშვილის გამოშვებას რო თხოვდით იუსტიციის მინისტრს 27 ქვეყანა ის არ არის ამაზრზენი
ეს ამაზენია დაიბნა ეს ხალხი, მაგრამ ბოლოს ამ დაბრუნებულობის შემდეგ უკვე უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა, რომ მოდი მე სიმართლეს ხონერ დღეს ის ხალხის არ იქნებოდა, ეს ხონერ ამხელა რეიტინგიც არ გვექნებოდა, 60%-იან რეიტინგზე ლაპარაკის უბრალო ამბავი, ხო რა. მეორე ვადით ხელისუფლებები, რომლებიც ასე აჟიტირებით აირჩიეს ევროპულმა ქვეყნებმა და მისმა საზოგადოებებმა, მეორე ვადით უკვე იმხელა ცოტას განიცდიან ხოლმე 30-35%-იან რეიტინგს ძლივსერენ და შემდეგ კოალიციით მოდიან ხოლმე ხელისუფლებაში. შენ აგერ მეოთხედ ხელისუფლებაში დარჩენას ლამობ და ამორჩევას კიდე თხოვ იმას რომ ხარი დამიჭირეთ რომ მე შენ გემსახურო და ეს დაგიჯერეს ამორჩევ ცოტა რთული ამბავი არ არის ესეთ მარტივი ამბავი ხო და მარტივი ამბავი არ არის იმდენად რამდენადაც რამხელა შემოდა ვის ეჭიდაები რამხელა ძალებთან გაკის რა უზრუნველყეს იქით ამხელა ქვეყნების განცხადებები აქეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება რაღაც ხდება ხო და რა ხდება რატო არ ხდებოდა ეს მასიური შემოტევები ვიდრე ომი დროში ემთხვა უბრალოდ დაემთხვა ომი რომ დაიწყო უბრალოდ დაემთხვა ის რომ ჩვენ რაღაცები ხანდახან მეც კი აღარ გვახსოვს ხომ ეს ადამიანის ტვინის ამბავი ყველაფერს ერთ წამში ხوار გაიაზრებ მაგალითად ძალიან ხშირად მე თვითონაც არ მახსენდება ხოლმე რომ მე რო დაფიქრდები ადამიანი მივხვდები რომ რატომ გამოუშვეს გამოაგდეს უკაცრავად იმ კონკრეტულ ადამიანთან და საპატივცემულ ადამიანთან პირდაპირ ამ სიტუაციაში შევდით რატო გამოაგდეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან გითხრეს მაშინ მე რო არა ვინ მოგთხოვა სანქციები სანქციები არ დააწესეს და მებრძოლები არ გამოუშვით უკრაინაში. გითხრეს და ხალხი წერდა სხვენია რომ ჩვენი მომხრეები წერდნენ ვიღაცები რომ ეს მართლა რა უბედურება. ვერ გაერკვა ხალხი რაში იყო საქმე, როცა მიდიოდა აი გმირია ზელენსკი და აი ხა უნდა დაუდგეთ ყველა და რაღაცები და ამ დროს ქართულმა ოცნებმა თქვა რომ ასე არ არის. ჩემი თავი შემოევლოს საქართველოს პოზიცია იყო უკრაინას ყველანაირად დავეხმარებით ომში არ ჩავერთებით სანქციებს არ დავაწესოთ. იმიტომ რომ ერთი ფიზიკურად უნდა გადავრჩეთ და მეორე ეკონომიკურად უნდა ჩემი ხალხი შიმშილისთვის არ უნდა გავწირო. და ქვეყანა ჩამოქცევისთვის არ უნდა გავწირო ორჯერ უბედური და უარი სიტუაცია რო იქნებოდა ვიდრე პანდემიის დროს. წარმოიდგინეთ პანდემიის დროს რა დაგვიმართა. ყველა ეკონომიკური დათვლით ორჯერ უარის უნდა დაგვიმართოთ და რუსეთისთვის სანქციები რო დაგვაწესებინა და მივაყენებდით რაზიას. ყველაზე მაქსიმუმ 0.3%-იან ზიანს. რაც იყო წკენა და ამ წკენაში აქეთ უნდა განადგურებულიყავი და ეს უნდა დათეთყობა ვიღაცებს და ეს იყო ოფიციალური ხوار გვახსენდება სხვა რამე ოფიციალური მიზეზი გიორგი მაგ და რამე გახსენდება ოფიციალური მიზეზი ბოდიში დავამთავრებ ამ წიადებას იყო არ გაშვება მებრძოლი მოხალისეების და სანქციები მე სანქციები სად იყო და ახლა დაგვიწერეთ მეოთხე რეზოლუციაში დააბრუნდა ეს ამბავი უკვე გაჭირდა გითხრეს დაუწესეთ სანქციები და იმ დღეს თქვენმა კოლეგამ შოკში ვიყავ ემოციისგან თქვენი კოლეგა მეუბნება, ტევე პირველი ჟურნალისტი და ამაყის სახით მიყურებდა, თან ეგონა კაი რაღაცა თქვა. იმათმა ისიც გვითხრეს მეთქი, რუსულიო კანონი, ვიზახს ეს რუსული კანონი გამჭვირვალობას, სხვათა შორის სტრასბურგმა რაქნა ეხა ხო? სტრასბურგმა რუსეთის კანონზე, რომელიც ამ სფეროზეა, და ამ სფეროზეა ფრანგული კანონი, კანადური კანონი, ებრაელების კანონი, ისრაელის, ამ სფეროზეა ამერიკული კანონი. და რაც კი რაღაცა მსგავსების ის უნდა და რაც არც ერთი არ არის ჩვენ კანონმდებლობაში ის დაიწუნა მხოლოდ. ოღონდ არ არის ჩვენთან საერთოდ 6 პუნქტი რომელიც არც ერთი არ არის კანონმდებლობაში და ფედერალური შესაძლებლობა შესისხლის სამუდაო იმას დაუბრუნდები და ერთ წამში. და რაში იყო საქმე? რა მითხრა თქვენმა კოლეგამ? გაოგნებისგან არ ვიცოდი რა მეთქვა. LGBT კანონზე, LGBT კანონთან დაკავშირებითაც გითხრეს მეთქი. და არ გავიწვევთ თქვა ეს პრინციპულად თქვი და ამაყი ვიყავი თო მეგონა რაღაცა მაგარი ვთქვი და მაგარი ვთქვი დიახ არ გავიწვევ და უცებ მეუნება ამიტომაც გეუბნებიანო რომ ვერასდროს გახდებით ევროკავშირის წევრი. ანუ ჩვენ თუ პროპაგანდა არ დაუშვით და ბავშვებს მოსწავლეებს არ დაუწყეთ რომ ეს რა მაგარი რაღაცაა უფლების დაცვაზე არ არის საუბარი არავის არ ვეხებით არავის საწოლში და ოჯახებში არ ვარდებით კაცო რაც უნდა ვისაც უნდა რაც უნდა ისკნან და არაზო პირიქით ვიცავთ მათ უფლებას ყველაზე მაგრად და ამ დროს თუ ეს რა მაგარი ცხოვრები ცხოვრობს ესო რომ მისთხოვდა ერთი კაცი მეორე კაცო და მე ჭკუას რომ არიგებს ასეთი ხალხი გარედან ეს რა კარგიაო თუ არ ვიძახეთ თურმე ამ ტევე პირველი ჟურნალისტი და ნას ტელევიზიის ჟურნალისტის აზრით მაგიტომ გვეუბნებიან ზუსტად რომ ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გავხდებოდა. მაყურებლის სახით მიყურებდა. საოცრება წარმოუდგენელი ამბავია. გამახვილად ყურადღება მოწოდებებს. ჩვენ გვახსოვს ღია მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან, დეპუტატებისგან და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმა მაგდასთან ინტერვიუში თქვა ის ამბავი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც ის იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი. მე მაინც უნდა დაგისვათ ეს კითხვა. ვინ იყო ეს ადამიანი? დიპლომატი? უნდა გითხრათ?
ანუ თქვენ როგორ მიგაჩნიათ ახლა რომ ბატონმა ბიძინამ მაგდასთან ინტერვიუის დროს თავი შეიკავა ამ ადამიანის დასახელებისგან და მე უნდა ვთქვა რომ არა ეს რა რანგი ქონდა ამ ადამიანს ეს იყო ოფიციალური პირი ასე მოდით ევროინტეგრაციის არა ვიღაცა ნამდვილად მაგრამ ჩვენ ვცდილობთ წეღანდეს გავიმეორებ იგივეს პასუხად უკაცრავად წითელ ხაზებს არც კი მივუახლოვდეთ და ღმერთმა დაგვიფაროს ამისი საჭიროებისგან. აი, რაც ეხება ევროინტეგრაციის პერსპექტივა დღეს, როდესაც ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ უდაბლეს ნიშნულზე გაჩერებულია პრაქტიკულად ეს ურთიერთობა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და მას იმედი აქვს, რომ გაგრძელდება, ან პირდაპირ იმედი აქვს, რომ ხელისუფლება შეიცვლება. როდესაც ეს არ მოხდება. ერთი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა და პლუს ომის დასრულება უკრაინაში, რაზეა დამოკიდებულების შეცვლა. იმიტომ იყო დაუბრუნდი კითხვა და მაინც არ დაუბრუნდი ესერად ბოლომდე. ნახეთ. რაზეა დამოკიდებული ამ პროცესის არის გამარჯვება და მეორე ინტერესის დაკარგვა. საქართველოს მიმართ უნდა დაკარგონ სუდი ინტერესი. სუდი ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს. სხვათვის შეიძლება კარგი ინტერესი. ჩვენ იცით რა არის? ასე მიამიტური დამოკიდებულება გამჭველობის კანონის დროს მეგობარი რომ გეუბნება, რა მეგობარი რომ გეუბნება? პოლიტიკაში ასე მეგობრობა გულწრფელი სიყვარულზე და სათნოებაზე და ემოციების გაზიარებაზე და რაღაცების დაფუძნებული არა, სადღერძელო ხო არ არის ხალხო, რევს ლაპარაკობდნენ, სად ჩადიოდნენ, რასად ყუებდნენ, რა დონის ემოციებზე რამდაბიოდ თამაშობდნენ. მეგობარი რომ გეუბნება, ასე უნდა ქნა და ის ხომ შენიანია და ამდენ კარგ საქმეს აკეთებს. მეგობარი კი არა. არსებობს სახელმწიფოები, არსებობს სახელმწიფო ინტერესები. და შეიძლება სხვა სახელმწიფოებისთვის და სხვა გავლენიანი ჯგუფებისთვის დღეს სოფლიოში ყველაზე გავლენიანი ჯგუფებისთვის და გაერთიანებისთვის აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესი იყოს, იქით ხარეს რომ ვიყოთ ჩვენ, რატომ ეხა ჩაერთოს ეს პატარა ქვეყანა დაცხოს კაცო? რა პრობლემაა შეიძლება ვიმსჯელოთ? თავის მხრიდან შეიძლება მართლებიც იყვნენ და დაასუსტოს ეს ოკუპანტი ქვეყანა. ქვეყანა რომელიც აგერ უკრაინაში შეიჭრა იქ ვიცი რა იყო როგორ ამოზადა რა იყო მეორე საკითხია ასე მსჯელობდეს შეიძლება ვიღაცა და საქართველოს რომ შეუტიოს რა მოხდება მაგრამ ამ დროს საქართველოს რა დაემართება ვიღაცა მგონდა იფიქროს და ეს ვიღაცა ვერ იქნება ის არ არის ვალდებული შენზე იფიქროს დაუშვათ ხო იმდენად რამდენადაც შენ უნდა იფიქროს საკუთარ თავს საკუთარ მოქალაქეებზე ვისი სიცოცხლით ვაჭრობ ვისი სიცოცხლით манипуლირებ, ვის აგიჟებ? ანუ მე აი გულწრფელად, ეხლა ძალიან ცუდად შეიძლება დაატრიალონ, წინასწარ ვამბობ ამას. მაგრამ მაინც ათქმელი ეს, რომ ადამიანი, რომელიც დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური სტრესის თუ გავლენის ქვეშ არის, ნაცმოძრაობის ამომრჩეველი, რომელიც თან ნაც უჭერს ხარს და თან რეალურად არცაა გათვითცნობიერებული უჭერს იმ პოლიტიკურ ჯგუფს ხარს რომელიც გარედან დავალებებს ასრულებს ერთი და მეორე სულ ბოდიში ყველასთან ფეხებზე კიდია იმ ადამიანის სიცოცხლე რომელიც მას ხარს უჭერს და უჭერს რა მნიშვნელობა აქვს ქართველი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ხო არ უნდა ეკიდოს ფეხებზე არა მაგრამ ბოდიში გიხდეთ ამ ტემას დავუთავრეთ და მორჩევი და ერთი კითხვაც მინდა მოვასწრო და გიგიპასუხებთ სხვა კითხვაზე ანუ ადამიანი რომელიც მას უჭერს ხარს ის შეიძლება ცოცხალი არ იყოს მისი მოწონებული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იყოს. შეიძლება ფიზიკურად გარდაცვლილი იყოს. მკვდარი იყოს შეიძლება. იმიტომ რომ მოხდებოდა ტყვია. მოხდებოდა რუსის ტყვია. ამ შემთხვევაში შემოჭრილი აი ესენი რომ შევარდებოდნენ, არც კი შეფუთავენ მაგდა. არც კი ისი არიან გაგიჟებულები, რომ დავალება შეუსხლონ თავის პატრონებს, ისი არიან გადამწარებულები ამ თემაზე, რომ არც კი შეფუთავენ პიარულად აი ხა რაღაც აი დაგვარტყეს დაიძრენ რაღაცები და აღარ შეფუთავენ. სხვა დროს რაღაცებს ფუთავდნენ. იმდენად სწრაფი დავალება აქვს შესაძლებელი, ეხა არის ბოლოს და გარე ძალების, რომ საქართველოში ჩამოშორდეს ქართული ოცნება ხელისუფლებას არ იწყებენ ომს. ესენი არიან გადამგდებები ვიღაცების თვალში. ქართული ოცნება გარედან უყურებს ვიღაცა, გადაგვაგდეს კაცო, კი ყველაფერში მოგყვებიან, გვეთანამშრომლებიან, რეფორმებსაც ატარებენ, უფლებებსაც იცავენ, ეკონომიკას განავითარებს, ყველაფერი აქვს ევროპული, მაგრამ გადამგდებები არიან. ესენი ომი არ დაიწყეს. აგერ რამდენი ხანი ვედეგვერი და არ დაიწყეს ომი. ანუ არჩევანი, აი ასე მსჯელობს ვიღაცა და ის ვიღაცა რაღაცა ლოგიკა არის. მაგრამ შენი ქართველი მოქალაქე რო გამოდის და აგიჟებს ამ ხალხს და ეუბნება რომ მე დამიჭირე მხარი მე ვარ ჭეშმარიტი ევროპა კი გაუპატიურებდი გკლავდი ციხეში ამას გიშვებოდი რაღაც საშინელებებს გმართებდი მაგრამ აღარ ვიზამ
გვარამია, მელია გამოიყვნენ ესე რუსული რუბლების ფინანსები, მე რაკაცო ის ჩემი ის არის 50000-ს, 100,000-ს ვიღებ მემკვიდრეობით. რუსეთის ფედერალური ეს არ არის პრობლემა საერთოდ. ამ ლეგენდას გაჯერებს, იქ ჩაიხდის, მიუშვერს რუსებს, ეს არაფერი, ეს კარგია. ეს სააკაშვილთან ერთად რო ვიყავით ჩვენ ყველანი, ეს პრობლემა არ არის. თურმე. იმაც აღარ ვლაპარაკო, პატარებს ისეთ თავის გაჭირვება ყოფილი საერთოდ ვერ ახავ რეიტინგს. და ეს არ არის თურმე პრობლემა და მე ვარ ევროპელი ეუბნება და ეს ქართული ოცნება, ვის ვიზა ლიბერალიზაცია, ეს ყველაფერი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და სოფლიო სავალუტო ფონდი რო ეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი, მაგდა, პეტრე, პავლე, ლევანი, თაკო, თიკო, ნინო, ვიღაცები, რომ კარგად იცხოვრებენ ჩვენი მეგობრები, თანამოქალაქეები, ადამიანები, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თვალით არ გვინახავს, ცხოვრების განმავლობაში, არა, ეს რომ იცხოვრებს მიმსგავსებულად და 2030 წელს უკვე ისე, როგორც ცხოვრობს საშუალო სტატისტიკური ევროპელი მოქალაქე, ეს რა ევროპელი, ეს არის რუსი. აი ამ ლოგიკას აჯერებენ და მართლა აი გულწრფელად დიდი ბოდიში ნებისმიერ ამომრჩეველთან, მაგრამ გულწრფელად ვუთანაგზნობ ასეთ ადამიანს ისეთ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ხავთ და მეორე მომენტია კიდე. ეხლა მართლა შეიძლება არ გავიზიაროთ ის რა ქვია, ნეიტრალური საქართველოს პოზიცია უნდა გავასამართლოთ ყველამ, მაგრამ მეორეა პასუხისმგებლობა ხომ დაფიქრდე. ნაცნობრობას ხას უჭერ დღეს ან მის რომელიმე დანაყოფს რა მნიშვნელობა აქვს. ხომ დაფიქრე, რაზე იზიარე პასუხისმგებლობას? აი ხალხს უნდა დაუსვათ შეკითხვა. იზიარე პასუხისმგებლობას იმ ყოლელობაზე, იმ გაუპატრონებაზე. ომი რომ დაიწყება, მე რო ზუსტად ვიცი დარწმუნებული ვარ, შენ ვერ დარწმუნდი დღემდე. ერთი უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ დარწმუნდი, სააკაშვილი გვარამე კარგი გონია. იზიარე პასუხისმგებლობას, რაც მოხდება? ამ ხუთიანს რო ხაზავ. იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოხდება მერე და დანარჩენები კიდე, აი ჩვენ, აი ნაცები არ ვართ და შევკრავთ კოალიცია, ვისთან კრავ კოალიციას? აი ვინ ახარ, ვისთან კრავ კოალიციას რო ლაპარაკობ? არჩევანი მხოლოდ ომსა და მშვიდობას არის, სხვა ალტერნატივა არ არსებობს ერთი წუთი გადაცემის დასასრულებლად. არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის. ღირსებას, ტრადიციებს, ქართულ ხასიათს, ქართულ ისტორიას, წარსულს, მომავალს, აი ამ ქართულ ტრადიციულ დამოკიდებულებასა და იმას შორის რომ გმირია თუმე დღესაც თქვი აქციაზე. გმირია თუმე მამამის რო ერთ ადგილში დაჭრის ასეთი ადამიანი, რომელიც პოლიციელის ცოცხლად დაწვას მოინდომებს და მამას და დედას თუ პატივს სცემ, შენ ხარ დასაცინი ადამიანი. ასაგები. აი ამ დამოკიდებულებას ვერასდროს ვერ გაატარებს ქართველი. ჩვენ მეგობრებო, ძალიან დიდ მე ჩვენ ამორჩეულს მიმართავთ. ძალიან დიდი რამე შევძელით. დიდ ძალებს გავუწიეთ წინააღმდეგობა, ისე რომ წითელ ხაზებსაც კი არ მიუახლოვდით. და მოგიწოდებ თითოეულ თქვენგანს. სიმართლის მხარეს, სამშობლოს მხარეს დადეკით 26-ში ქუდზე კაცი გამოვიდეთ და ჩვენი სამშობლოსთვის ვიზრუნოთ. ჩვენ შეიძლება პატარ-პატარა შეცნობებიც გქონდეს, გადაცნობებიც იყოს სადღაც და არც კორუფცია შეიძლება ბოლომდე არ იყოს აღმოფხვრილი, თუმცა ძალიან შემცირებული და სამეულში გვინდა რომ შევიდეთ. ხვალ უკეთესად იცხოვრებს თითოეული მოქალაქე, იმიტომ რომ ამისი საფუძველი მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დაინახა და არა მხოლოდ ჩვენი დაპირება კი არ არის ეს. დაინახა, აგერ არის. საერთოდ არ აჩვენებენ ოპოზიციურ მედიაში ამას, ხო? უკეთესად იცხოვრებს ქართველი ხვალ და იქნება თავის თავთან მართალი და ამაყი, რომ არ დათმო თავისი, არ წარსული და არც ღირსეული მომავალი და თავისი შვილები არ გაწირა, არც ომისთვის, არც სულიერი განადგურებისთვის, თავისი ეკლესიის რწმენის გვერდით დადგა და იცხოვრა თავისუფალ საქართველოში და ეს არის მომავალი საქართველო. ერთიანში სადაც მტერი კი არ არის აფხაზი და ოსი. თანაცხოვრებას ვახერხებთ ჩვენ თანამოქალაქეებთან ისე რომ მოვუბოდიშებთ კიდევაც ერთმანეთს, სეპარატისტს და მკვლელს და ოკუპანტს კი არა, ერთმანეთს, ქართველები, ოსები, აფხაზები მიუტევებთ, ჩავეხუტებით, შევრიგდებით და ერთიან ძალიან მაგარ საქართველოში ვიცხოვრებთ. ეს არის ჩვენი ოცნება, ეს არის ჩემი ქვეყნის ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად დასრულდება და ეს უნდა უსურვოთ, მხოლოდ კი არა, ეს უნდა უზრუნველყოთ ყველამ ჩვენ ერთად და ეს არის ყველა ქართველის მორალური ვალდებულებაც კი მეთქი. მადლობა, დიდი მადლობა მამუკა მდინარაძეს რომ იყო ჩვენთან. არჩევნებამდე სულ 2 დღე არის დარჩენილი და ნამდვილად გასათვალისწინებელია რომ ეს პასუხისმგებლობა აკისრია ყველა